Ყველასთვის ცხადია რა სასტავისაც მივეცი ხმა, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი მშვიდობას, ეციკეთეს, მეტგანვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მოუტანა წესრიგ და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ეთიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაგის რაიონში. რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა იყოს კონკრეტულად პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობთ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეც მიიღებს და როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო ჩვენი დაპირება თავიდანვე 64-ზე, 64 მერი, 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება. აქტივობაზე რაც გვექნება განმეორებით და ახლა მნიშვნელოვნად განსხვავდება დღევანდელი სურათი, მაგალითად შაშანდელი მდგომარეობისგან, როცა რიგი იდგა ხოლმე ამორჩევნების საარჩევნო უფლებთან. რაც შეეხება აქტივობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ იყოს მონაწილეობა დღევანდელ არჩევნებში იმ ფონზე, რომ ოპოზიციას აქვს საერთოდ დაკარგული გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, აქტივობა არის შედარებით დაბალი. ზოგადადაც თქვენ იცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ახასიათებს შედარებით დაბალი აქტივობა და კიდევ ერთხელ იმ ფონზე, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, მათი ამორჩეველი არის დემოტივირებული, თუმცა ამ ფონზე მაინც აქტივობა საკმაოდ მაღალია. კიდევ ერთხელ გაიმერებ, კიდევ ერთხელ ციფრები 10 საათიანი ციფრები გამოცხადდება, 12 საათიანი ციფრები გამოცხადდება და ნახავთ საბოლოო ჯამში როგორია საერთო სურათი. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში, არის ის, რომ ოპოზიციას ძალიანად აქვს გადაწყვეტილი გამარჯვების იმედი, მათ იციან, თქვენ ნახავთ 3 წელიწადში, როდესაც 3 წელიწადში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს, ყველა ნახავთ, რომ აქტივობა იქნება მაღალი. და ეს რა თქმა უნდა მათ შორის განპირობებულია იმით, რომ ცესკოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი, 60% ძლდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობაც და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლამდე თქვენ გახსოვთ, რომ სისტემურად და სისტემატურად ყალბდებოდა არჩევნები და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონოპოლარი არის სწორედ ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები. სანდოობა როგორ იქნება ამ არჩევნებზე, როცა საერთაშორისო დამკვირვებლების თუ ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის ეს პროცესი. ძალიან ბევრი დამკვირვებელია რეალურად ჩამოსული, ჩვენ ასე ვიცით, რომ მოვიწვიეთ ევთოოდირი, ძალიან ბევრი ცესკოს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი და არის ძალიან ბევრი დამკვირვებელი, თორსები 1000-ზე მეტი დამკვირვებელია მთლიანობაში ჩამოსული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ, ჩვენ ასევე ამაზე ცესკო გიპასუხებთ, ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ევთოოდირი, თუმცა მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოახერხებდნენ მისის დაკომპლექტებას, რომ ჩამოსულიყვნენ, მათაც იქნებოდათ ბუნებრივია. არა, ერთი თვით ადრე, არა, 2007 წელს მაგალითად არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოიწვიეს ევთოოდირი და ძალიან მარტივად მოხერხდა მაშინ მისის დაკომპლექტება, ამიტომ ეს ვადა რეალურად იყო საბაბი. მთავარი მიზეზი, მე ვფიქრობ, რატომაც ევთოოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ევთოოდირზე. ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, ევთოოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი, თუმცა 3 წელიწადში ევთოოდირი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. სანდობას რაც შეეხება აქტივობა და სანდობა ერთმანეთთან არ არის კავშირში. თქვენ ნახეთ რამხელა აქტივობა იყო წინა არჩევნებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონომდე, სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები. როცა არაფერი აქვს სათქმელი, იქაც კი ნუ ენას ვალი არ აქვს. ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. რადიკალური სცენარი არის და რევოლუცია აქციას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორც ჩაივლის ბატონი ბარდა ბურჯულაძის მიერ დაანონსებული, ეგრეთ წოდებული დამხობის აქცია. ერთადერთი კიდევ ერთხელ გამიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუწდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუწდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, მიიღებენ ამაზე რა თქმა უნდა პასუხს. თუ შეეცდებიან გუშინ ამბობდით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ მაქსიმუმ 300 ადამიანი რუსთაველის დამზადდა. დღეს გავხსენე პროგნოზი, რამდენ ადამიანს შეიგრებს დღესაც ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღეს ოპოზიცია იქნება ძალიან სუსტად წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღეს ნახავთ, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიგრებება დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. როცა მმართველი პარტიის რეიტინგი არის 65%, ამაზე აი დღეს ნახავთ 8 საათზე როცა დაითვლება შედეგები, ნახავთ, რომ ჩვენი შედეგი კვლევების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს სანდო კვლევები და სანდო კვლევები გვიჩვენებს იმას, რომ ჩვენი რეიტინგი არის 65%. 65%-იანი რეიტინგის პირობებში, როცა მართლ პარტიას აქვს რეიტინგი, არც კი უნდა იფიქრო დამხობაზე, თუმცა მათ არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე, რასაც გარედან დავალებენ, იმას აკეთებენ. ხო, ეუბნებიან შეასკდე კედელს თავით, ასკდებიან კედელს თავით. ეს არის ერთადერთი, რასაც დღეს ხედავთ ჩვენ და რასაც ვიხილავთ დღევანდელ საღამოს. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ჭკვიანად მოიქცევა ოპოზიცია, გადავლენ ძალადობაზე, მიიღებენ პასუხს. არ გადავლენ ძალადობაზე, ყველაფერი იქნება მშვიდად. ბატონო, აქცია არ დაწყებულა ჯერ და ჩვენ უკვე ნახეთ ძალადობა, სწორედ აქციის მონაწილეების იმ ადამიანების მისამართით, ვინც აქტიურად არიან ჩართული პროტესტში. იგორ ნარმანიას, ეს სამარცხვინო, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის სამარცხვინო, მოხდა ასეთი რამ. რაც ფაქტებით დასტურდება, ეს ადამიანები იყვნენ მისული ეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა ქალბატონი მესანთლე ეკლესიის მიმდებარედ და თხოვა გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით. ამაზე გამოესარჩლა 2 ადამიანი ამ ქალბატონს და 20 კაცმა 2 ადამიანი ცემა. და თქვენ ახლა კადრულობთ ასეთ კითხვას ვსვავთ, ხო? ეს სამარცხვინოა. კი, რაზეც მოგერიების დროს მას უპასუხეს 22-ზე იყვნენ. 22-ზე იყვნენ და თქვენ 20 გამართლება აქვს იმას, რაც ჩვენ ნახეთ, რომ რაც მას დაიღო. ეს ახლა სამარცხვინო სპეკულაცია. რა შუაშია გამართლება? რა შუაშია გამართლება? 20 კაცი 2-ს ურტყავდა? არა. თქვენ ცდილობთ გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცი თავს დაესხა 2 ადამიანს. თქვენ ცდილობთ ამას. პროცესში აქტიურად ჩართული ადამიანი არის დაცისხლიანებული. ფაქტები ხომ მოგიყევით? რომელიმე ფაქტს უარყო? ფაქტები ხომ მოგიყევით? მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო, ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო ნაცმა და ამაზე როდესაც 2 კაცმა რეაგირება მოახდინა და მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას ნუაყენებდნენ ქალს ნაცები. ამაზე 20 კაცი ურტყავდა 2 კაცს. ეს არის ფაქტები და ხა თქვენ სამარცხვინოდ კიდე მიყავთ სხვაგან ეს კითხვები. იმიტომ რომ 20 კაცი 2 კაცს ურტყავდა და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ 22-ზე იყვნენ და თავში არ მოხვედროდა. ეგეც კი ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ნაცია. იგორ ნარმანიას 22-ზე იყვნენ, 22-ზე. რატო უარყოფთ ამას? 22-ზე იყვნენ. 22-ზე იყვნენ. 22-ზე იყვნენ. თავი ფაქტი სხვა რამეა. 22-ზე იყვნენ. 20 კაცი 2-ს რო ურტყავდა, 20 ნაცი 2 მოქალაქეს რო ურტყავდა. ეს ნორმალურია? და ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე შეიძლება სპეკულაციების აგება? რა?
არავითარი კიდის ხელკეტით არ იყო. ნივთი, კონკრეტული ნივთი, აი ხელკეტი არ იყო. იყო კონკრეტული ნივთი, რაც ხელში მოხვდა ადამიანს, 20 კაცი, 2 კაცი ურტყავდა. რაც ხელში მოხვდა, იმით დაიცვა თავი. ეს არის რეალობა და 20 კაცი არა, მანქანასთან იპოვა ეს კონკრეტული ნივთი. ხო, ეს არის დარჩის გამოძიება დაგიდგეთ, მაგრამ 20 კაცი ორს რო ურტყავდა. 20 ნაცი, თავს თუ მოიჭერთ ხა. 20 ნაცი ორს რო ურტყავდა. 20 ნაცი ორს რო ურტყავდა. ამაზე რატო არა გაქვთ რეაქცია? თან რის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალს. გამოისარჩელა 2 ადამიანი და 20 კაცი ურტყავდა 2 კაცს. ჩვენ გვაინტერესებს თქვენ რა რეაქცია გაქვთ ძალადობაზე, რომელიც სვერპლი ამზე. ყველაფერი იქნება გამოძიებული, ყველაფერი იქნება. არა, სვერპლი არ იყო მარტო. ნახეთ. ერთი წამით გამოძიება დაადგენს ყველაფერს. მათ შორის ვინ იყო მსხვერპლი, ვინ იყო მოძალადე, ყველაფერს დაადგენს გამოძიება. არა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს ფაქტებით, დამტკიცებულებებით. 22-ზე იყვნენ თუ 20-ზე იყვნენ, ამასაც დაადგენს გამოძიება. მესანთლე ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა, ამასაც დაადგენს გამოძიება. გამოძიება როგორ დაადგენს, რომ წინასწარ უკვე ამბობთ. რა შუაშია გამოძიება ფაქტებს და რა შუაშია გამოძიება დადებს ფაქტებს და მტკიცებულებას. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი კაცი იყო მეორე მხარეს, ეს დადგენდება მტკიცებულებებით. მათ შორის ვიდეო არის გადაღებული, რომელიც ამას ასახავს. მე მაქვს ნანახი ვიდეო, მაგალითად, მე მაქვს მაგალითად, იგი ეს რაც ამ ეტაპზე აქვს, დადგენილი გამოძიებას, იმას გეუბნებით. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს, ვიდეო მაქვს ჩემი თვალით ნანახი, სადაც თანაფარდობა იყო ზუსტად ისეთი, რაც გითხარით. და ამაზე რატო არ წუხართ თქვენ, რომ 20 ნაცი 2 კაცს ურტყავდა? თან ერთ-ერთ ქალბატონიც ახდა ერთ-ერთ მათგანს. ვისაც თავს ესხმოდნენ. სამართლმენო ეს ყველა. გადაობას ხომ არ აპირებთ ბატონაირებით? ქვეყანა თქვენი ოპონენტები, რომ იქნებ ცოტა ხნით შეძლოთ. გვეშინ ეს რაღაც რუსულ სიტყვას ვიტყვი, მელკი კითხვა გვეშინ დაისვა და საკადრისი პასუხი მიიღო თქვენმა კოლეგამ, შემიძლია გაგიმეოროთ ეს პასუხი. სულად აცადეთ ოპონენტებს. მელკი ქართული სიტყვაა, რო იცოდეთ, ეს არის ქართული ჟარგონი. რუსულიდან არის შემოტანილი, თუმცა ჟარგონი არის ქართული. აქ იხოთ რომ მოვიწევთ ახსენათი გაკეთება. ნახეთ, 3 წელიწადში გვექნება ჩვენ საპარლამენტო არჩევნები და გირჩევთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოემზადეთ, რომ იქნებ იქ მაინც სადოთ რაიმე შედეგის მიღწევა. დამატებითი სანქციებისთვის თუ არის მიზნად თქვენი რეჟიმი და გაუძლება თუ არა. აჭრილი ხარ რატო? წინასწარ გაქვს აგებული არჩევნები, წინასწარ გაქვს აგებული ქუჩა, ყველაფერი გაქვს წინასწარ აგებული. შენ მოგმართავ შენობით ამ შემთხვევაში, შენ. იმიტომ რომ თავი მოიჭერი და შენობით გიპასუხე. დამატებითი სანქციებისთვის სალომე მუზრდელო. ნახეთ. ცდილობა ჟურნალისტივით მოიქეცი. ნახეთ. ჟურნალისტივით მოიქეცი. სანქციების მოლოდინი. ჟურნალისტივით მოიქეცი ჟურნალისტივით. დაემსგავსე ჟურნალისტს. დაწყნარდი, დამშვედი. მიუხედავად იმისა, არა, არ იქცევ ჟურნალისტივით. მიუხედავად იმისა, რომ შენი პარტია აგებს არჩევნებს, შენი პარტია საღამოს განწირულია ფიასკოსთვის, მაინც უნდა დამშვიდე, ეს არის ჩემი რჩევა. აი, ხო, დავამთავრე. შენთან კითხვა პასუხი დავამთავრე. შენთან კითხვა პასუხი დავამთავრე, იმიტომ რომ არასერიოზულად გამიყვარები. მადლობა. დავამთავრე. არასერიოზული. გამოიყურები როგორც აი ყველაზე დაბალი დონის ნაცია, ხარ შეიძლება ეს. არჩევნებთან დაკავშირებით უნდა დამეკითხა ეს რამდენი ჩანაწერი, რომელიც საქართველოს უნდა გავრცელებული. იქ ისმის ასეთი ფრაზა, რომ მარტში შეიძლება გადაგული არჩევნები ჩაიმუშოს, თქვენი პოზიცია არ მიდის. 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გირჩევთ აქედანვე მოემზადოთ. ჩვენ ხვალიდან ვაპირებთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მშვიდობიანი პროტესტი დღეს თუ დასრულდება, ეს იდეალურია, რა თქმა უნდა. ან თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება მშვიდობიანი პროტესტი როგორ შეიძლება დასრულდეს მათი წარმატებით, როცა არა
ხო და მშვიდობიანში რას გულისხმობთ? მაგალითად პარლამენტში შეწერას თუ ესდებიან ეს მშვიდობიანი იქნება? არა, მიპასუხეთ. არა, მიპასუხეთ. ეს ამაზე უნდა მიპასუხოთ. პარლამენტში შეჭრის ცდილობა ან სადღაც სხვა შენობაში ეს მშვიდობიანი ხო არ იქნება? ხო არ იქნება მშვიდობიანი. აბა ესე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენია? ანუ ესე იგი აი გასწავლე. მაგის გჯერათ ახლა? მაგის გჯერათ? პატა ბურჭულაძეს ყარ შეიძლება ესე პირდაპირ გააყვეთ რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს რომ ჩვენ მილიონ ამორჩეულს გადაჭრილავს? ამის მიასედიც ვერ გამოვა. ამის მიასედიც არ გამოვა. ხო დადგება ეს აღამოც კაც. ეს აღამოც ხო დადგება. არა სერიოზული კაცია, მეტი არაფერი ახსნა არ აქვს. პატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია ხარ არის, თქვენს ხედავთ ხო? არა სერიოზული კაცია და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს და თქვენ ნახოთ ყველაფერს. დასასრული როგორ წარმოგიდგენთ? არ არის კრიზისი არის კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, რომელიც უნდა გაღრმავდეს. ეს კრიზისი რაც არის კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, აუცილებლად უნდა გაღრმავდეს და გაღრმავდება კიდეც. და მივანა კოლექტიური ნაცმოძრაობის სრულ განადგურებამდე. და მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური ნაცმოძრაობა. საერთაშორისო დამკვირვებლების პირველი განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლების, რომლებიც ამბობენ, რომ 7 ვითარებაში მიმდინარეობს ეს არჩევნები, ეს რომელსაც რომ გითხრათ, უკვე გააკეთეს მათ პირველი განცხადებები, აკვირდებენ. ძალიან კარგია ეს, რომ 7 გარემო გვაქვს, 7-აც არ იმართება საარჩევნო პროცესი. და საბოლოო ჯამში, სწორედ ამ 7 არჩევნების საფუძველზე დამაჯერებლად მოიგებს ქართული ოცნება. ხო, ეს იქნება შედეგი, რომელსაც ყველა იხილავს 8 საათის შემდეგ საქართველოში.